თქვენი იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში წიგნები საქართველოდან ასაქვია პროექტს, რომელიც ერთობლივად ჟურნალისტ ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაიწყეს კამპანიის მიზანია შეაგროვონ წიგნები და გაუგზავნონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც ბიბლიოთეკის შექმნა სურთ. დღეს დილის სამინისტროში ჩვენი სტუმრები არიან პროექტის ხელმძღვანელი თეონა მაჭარაშვილი და ჟურნალისტ ქსელის გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორი ინგა ალავიძე. მადლობა ქალბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემაზე ვაჩერებთ დღეს ჩვენი მსმენელი ყურადღებას. როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა და მე ვიცი რომ პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და რომ ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე. თან განსაკუთრებული მადლობა თეონას, იმიტომ რომ ჩამოფრინდა დღეს დილით ფაქტობრივად და უკვე ჩვენთან არის გადაცემაში სტუმრად. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამ კამპანიისადმი ინტერესისთვის. თქვენს კითხვას რაც შეეხება დავით წიგნებთან დაკავშირებით. ეს კამპანიის იდეა პრინციპში გაჩნდა თავად ემიგრანტების მოთხოვნიდან. ვინაიდან ჩვენ თავდაპირველად დავიწყეთ იმ ქვეყნების და ქალაქების მონახულება, სადაც გვეგულება ყველაზე დიდი რაოდენობა ჩვენი სათვისტომოებზე საზღვარგარეთ. ეს იყო თავისთავად საბერძნეთი, იტალია, იყო თურქეთი, უკრაინა და ყველგან საინტერესო ის არის, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ყველგან ახსენეს, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ჰქონდეთ საკუთარი პატარა სივრცე წიგნებით, სადაც ისინი შეიკრიბებიან, ისაუბრებენ, ბავშვებს წააკითხებენ წიგნებს, თვითონ თავად წაიკითხავენ ამას ყველაფერს. თავისთავად ჩვენ თუ გვაქვს რაიმე შესაძლებლობა, რომ რაიმედი შევიმსუბუქოთ ამ ადამიანებს იქ ყოფოთ, თუნდაც რაღაცით მაინც ჩვენ წვლილი შევიტანოთ ამ ამბავში, ძალიან გაგვიხარდა მოკლედ და ესე გაჩნდა ძალიან სპონტანურად ეს იდეა წიგნები საქართველოდან. დღეებით ადრე პოლონეთში და გერმანიაში გამგზავნებამდე ალბათ დაანონსდა ეს კამპანია, ყველა მიცით ალბათ თბილისში დაიწყო ეს ამბავი და პირველივე დღეს, ასე ვთქვათ, 400 წიგნი შეგროვდა თბილისში, მაგრამ მას გარდა ვიცით რომ სხვა ქალაქებშიც შეგროვდა და მოკლედ ჯერ არ დაგვითვლია, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. ინგა, როგორ ჩაერთო ჟურნალისტ ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ამ პროექტში და რომ ვისაუბროთ უფრო დეტალურად, ვთქვათ, რა ტიპის აქტივობებს მოველით საზოგადოების მხრიდან, ან როგორ უნდა მოხდეს ამ წიგნების მოწოდება, სად შეიძლება ეს ყველაფერი რომ მივესალმებ მსმენელს, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ამ პროექტისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ამჯერადაც არაჩვეულებრივი პროექტი წამოიწყო. მადლობა. ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამ პროექტის შესახებ, საერთოდ ეგრევე გაგვიჭდა სურვილი, რომ ეს აქტიურად ჩართულიყავით ამ პროექტში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და რაც უფრო მეტი წიგნი შეგროვდება, უფრო მეტი სითბოს და სიხარულის მიმტანი იქნება ქართველი ემიგრანტებისთვის. ამიტომაც გაგვიჭდა სურვილი, რომ ამ არაჩვეულებრივ კამპანიაში ჩავსულიყავით, რაღაცნაირად პირველ ეტაპზეც ჩვენი წვლილი შევიტანეთ და როგორ ვაპირებთ რომ გაგრძელდეს. აი ამ პირველი ეტაპის შემდეგ ჩვენი რეგიონალური ბიუროები და ჩვენს ადგილზე აქტიურად აგრძელებენ წიგნების შეგროვებას. ჩვენ რეგიონებში, თითქმის საქართველოს ყველა რეგიონში გვაქვს ჩვენი რეგიონალური ოფისები, სადაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიიტანოს წიგნი ან წიგნები, რაც უფრო ბევრი წიგნი იქნება მით უკეთესი და შემდეგ ამ წიგნების ტრანსპორტირებას თბილისამდე ჩვენ მოახდენთ და შემდეგ უკვე უცხოეთში ამ წიგნების განაწილებას საია მოახდენს. ეს კამპანია ამით არ დამთავრებულა, თეონა იტყვის ამის შესახებაც, რომ კიდევ არის დაგეგმილი მსგავსი ტიპის ღონისძიებები, მსგავსი ტიპის საღამოები თბილისში, სადაც შეუძლიათ ადამიანები ასევე მოვიდნენ, ორგანიზაციები მოვიდნენ. ჩვენ სხვადასხვა აი პირველი ღონისძიების დროს ბევრი ორგანიზაცია შემოგვიერთდა და ძალიან დიდი მადლობა ხამ ორგანიზაციებს ყველას ესე ვერ ჩამოვთვლით, იმიტომ რომ ბევრი არიან ისინი, ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი გამოცემები მოიტანეს, არაჩვეულებრივი გამოცემები აჩუქეს ემიგრანტებს და ვფიქრობ, რომ მე ვიცი რომ რეგიონებში ჩვენ ოფისებში ბოლომად წიგნები მოგროვდა და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ძალიან კარგია რომ ამ აქციაში მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთვნენ ძალიან აქტიურად. ვთვლი რომ
აი ესე გავაგრძელებთ და მგონი ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც რაღაცნაირად საზოგადოებრივი ინტერესის აღზრისთვის, მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, იმ ადამიანების პატივისცემისთვის, რომლებიც ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ არ არიან შენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მით უმეტეს წიგნი ესეთი თქვენ საჩუქარია, რომელიც რაღაცნაირად მუდმივად რჩება ხო ადამიანს. მე მინდა თქვენ ჩამოხვედით პოლონეთიდან და გერმანიიდან და მომიყვეთ რა შთაბეჭდილებებით ჩამოხვედით, რა მოხდა იქ, იმიტომ რომ ჩვენ მოვასწარით და ეთერს მიღმა უკვე მითხარით, რომ აი ფაქტობრივად პოლონეთში ძირითადად ის წიგნები, რომლებიც გატანილი იყო, დაინაწილეს, ასე ვთქვათ, და აღარ დარჩა გერმანიამდე. დიახ, იცით რა არის, აი, როდესაც ჩავედით ვარშავაში იყო და შემდგომ ბერლინში, ის ადამიანები, ვინც იქ დაგვხვდა ჩვენისათვის ტომოს წარმომადგენლები, ალბათ კიდევ უფრო გაგვიძლიერეს იმისი განცდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს წიგნების გაგზავნა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მიგვაქვს ბიბლიოთეკა, ფაქტობრივად ჩვენ არ მიგვაქვს მხოლოდ წიგნი. ჩვენ მიგვაქვს ურთიერთობა, ჩვენ მიგვაქვს სითბო, ყურადღება და არა აქვს მნიშვნელობა ვისთან ვაგზავნით ამ წიგნებს. ეს არის, ვთქვათ, ემიგრაციაში მყოფი ოჯახი შერეული თუ მხოლოდ ქართული და იქ ბავშვები, ვისაც ავიწყდება საკუთარი, ვთქვათ, ენა, თუ ეს არის მაგალითად ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც უკვე იქ დამკვიდრებულია, თუმცა მაინც და აი ეს სითბო მისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება იყოს სტუდენტი. ნებისმიერი ასაკის ქესის ეკონომიკური მდგომარეობის ადამიანისთვის ეს არის ყურადღება ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ალბათ ამიტომაც ამანაც განაპირობა ალბათ ის ამბავი, რომ აი ძალიან საინტერესო იყო პრინციპში, როდესაც აი მივიტანეთ ეს წიგნები განსაკუთრებით ვარშავაში რეაქცია როგორი მოყვა ყველაფერს, იმიტომ რომ ყველანაირი ადამიანი ხარ ეს შემოთვალე ასაკის ქესის, აი ესე ისხდნენ და აი ამ წიგნებს ისე უყურებდნენ, თქოს რაღაც საკუთრება იყოს, იმიტომ რომ მათთვის მართლა სითბო ბევრს ნიშნავს. თანაც რამდენიმე წიგნზე იყო წარწერები გაკეთებული, აი რაღაცა პატარა თბილი სულ რამდენიმე სტრიქონი ეწერა მაგალითად ესეთი რაღაც ერთ წიგნზე, რომ იმედი მაქვს, რომ ამ წიგნით ისიამოვნებ. ძალიან მარტივი რაღაც თითქოს, მაგრამ აი ეს წარწერა რო იპოვეს და მე ისეთი რამდენჯერმე გადაიკითხეს და ეს ათვალიერებდნენ, აი მაშინ მართლა მივხვდი, რომ ეს შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყოს ადამიანს. ამდენ შესაძლებელია ამ წიგნებმა ახალი ურთიერთობები, ვთქვათ, დაგეგმოს და გამოიწვიოს, თუ არის შესაძლებელი, ვთქვათ, ადრესატი იცოდეს და ვთქვათ, რამდენ შეიძლება რომ მათი კომუნიკაცია შედგეს. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეხლა მოგეხსენებათ წიგნი მხოლოდ, ვთქვათ, უბრალო ნივთი არ არის, შეიძლება რაღაცა ღირებულს და ფასეულს წარმოადგენდეს, ცხოვრების სტილს წარმოადგენდეს, გემოვნების ნაწილი იყოს და როგორც წესი ადამიანებისთვის ურთიერთობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეთ, ფაქტობრივად ამის დაანსებას ვაპირებდით, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას შეეხეთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა მოვუწოდოთ, რომ ვინც კი წიგნს მოიტანს ჩვენს რეგიონულ ოფისებში თუ ჟურნალისტთა ქსელის რეგიონულ ოფისებში, ნებისმიერი რაღაცა პატარა წარწერა შეიძლება იყოს, არ არის საუბარი წიგნის ვანდალიზმზე, ხო შეიძლება რაღაცა იყოს მარტივი ფანქრით მინაწერი, ან შეიძლება რაღაც თხელი ქაღალდი იყოს, მაგრამ აი მინაწერი, თუნდაც საკუთარი აზრები, თუნდაც რაღაცა თბილი იდეა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ვრცელი იქნება თუ მოკლე, არ აქვს მნიშვნელობა იმის ხანგრძლივობას, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში არის კომუნიკაცია უცნობ ადამიანებს შორის. და როდესაც წარმოვიდგენ, რომ იმიტომ მეც ვიყავი თავის დროზე ერთ პერიოდი ემიგრაციაში და ყველაზე მეტად მახარებდა, როდესაც რაღაცა წიგნები ჩამოქონდათ ჩემთვის. და ეხლა რომ წარმოვიდგენ, რომ რამდენ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვიღაც სრულად უცნობი ადამიანისგან მივიღე წიგნი, რომელსაც აქვს რაღაცა წარწერა, ეს არის კომუნიკაციის ერთგვარი ფორმა და როცა არ იცი ვისგან არის ეს წიგნი, შენთვის მთლიანი საზოგადოება არის ძვირფასი, სადაც დამალულია ის კონკრეტული ადამიანი, ვინც შეიძლება გაგიგზავნოს. თან მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამედროვე რიტმი, ასე ვთქვათ, ცხოვრების სოციალურ ქსელომანია და ასე შემდეგ, ფაქტობრივად გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა მოძებნო და ამის პრობლემა არ არის. თუმცა ამ ფონზე, ვთქვათ, კიდევ უფრო საინტერესოა ამ ტიპის, ვთქვათ, ურთიერთობა. მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იყო ესეთი აქცია, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, როდესაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უგზავნიდნენ წერილებს. მაგალითად, ამა და ამ სკოლის, ამა და ამ კლასის მოსწავლე ჟურნალში თუ სიაში ნომერ მე-7-ს და მოგდიოდა ეს წერილი და შემდეგ იწყებოდა ახალი ურთიერთობები. ის იყო ძალიან საინტერესო. მახსოვს და დღემდე და ვთქვათ, დამრჩა ეს მეხსიერებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ურთიერთობები, რომელიც შეიძლება დაიწყოს წიგნით და აღმოაჩინოს ორმა ადამიანმა შენი საერთო, შეიძლება რომ ძალიან სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდოს. მოით ამ ყველაფერზე უკვე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ. ჩვენ
ძალიან მალე დავბრუნდებით. თუ სურვილი გაქვთ რომ შემოხვიდეთ თქვენი მოსაზრებით, ან თუნდაც პროექტში მონაწილეობას გეგმავთ უახლოეს მომავალში, აუცილებლად დაგვირეკეთ 292 11 88 292 11 99. თქვენი იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. დავბრუნდით ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ, ვინც ახლა შემოგვიერთით. წიგნები საქართველოდან, ასე ქვია პროექტს, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე გადაცემის პირველ ნაწილში. ვისაუბრეთ ფაქტობრივად პოლონეთსა და გერმანიაში არსებულ თქვათ რეალობაზე, რომელიც თან დახვდათ ადამიანებს, რომელსაც წაიღეს წიგნები მთელი საქართველოდან, თუმცა გრძელდება ეს კამპანია და აქცია, ყველა შეუძლია ჩაერთოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არიან პროექტის ხელმძღვანელი თეონა მაჭარაშვილი და ჟურნალისტ გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორი ინგა ალავიძე. მე მგონი, გარდა იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს წიგნებს შუქნიან და თან ატანენ ემოციას, ძალიან მნიშვნელოვან დივიდენდს აკეთებენ მომავალი ურთიერთობებისთვის. აი ჩვენ ვამბობთ, რომ ეთერს მიღმა საუბრობდით, რომ რაღაცნაირად თქვათ გამოხმაურების რა მექანიზმი შეიძლება რომ იმუშაოს, ასე ვთქვათ, იმისთვის რომ უბრალოდ ამ ადამიანებმა თუ დაემთხვა მათი გემოვნება ერთმანეთს და სავარაუდოდ ალბათ ასეც მოხდება, იმიტომ რომ არჩევანის შესაძლებლობაა, ხო, კონკრეტულ პერსონიფიცირება არ ხდება კონკრეტული ადამიანის მიმართ. თუ ესეც შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ვიცოდე კონკრეტულად ვის მიუვა ეს წიგნი. იცით როგორ ვიფიქრეთ თავიდან, ალბათ ღირებულება არის როგორც გემოვნების დამთხოვაში, ისე არ დამთხოვაში, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ საქართველოში ვართ რეგიონული ეპიცენტრი, ხო, სადაც ყველანაირი სიჭრელი არსებობს. და აქედან გამომდინარე, ალბათ ის ფაქტორი, რომ მე შეიძლება სულ სხვა რაღაც მომწონდეს, ინგას და თქვენ სულ სხვა რაღაც, ეს არის კომუნიკაცია და ხიდები, რომ ჩვენ შევძლოთ როგორც საზოგადოება უფრო შეკვრა ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ახლა აღარ გადავწყვეტი თუ პოლიტიკურ მოვლენებს ხო არც ძველს და არც ახალს, მაგრამ კულტურაში თუ სოციალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველგან რატომღაც სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საზოგადოებას ცოტათი მეტი შეკრულება არ აწყენდა რაღაცებში, ცოტათი მეტი გვერდში დგომა ნებისმიერ საკითხებში რა. და აქედან გამომდინარე, ალბათ იმის და მიუხედავად, რომ ერთნაირ თუ გემოვნება თუ დაემთხვა, მეგობარს იძენა, თუ არ დაემთხვა, სწავლობ სხვის მოსმენას, კომუნიკაციას და სხვანაირი ადამიანის მიღებას. ანუ კიდევ უფრო ტოლერანტი ხდება, ასე ვთქვათ, ეს თავისუფლება არჩევანის კიდე ძალიან მნიშვნელოვანია. ინგა, თქვენ კითხავთ, როცა საუბარია თქვათ წიგნებზე, წიგნების ენაზე, თითქოს ამ ბოლო ხანს ვისმენთ ხოლმე ეს შეფასებებს, რომ წიგნი აღარ არის ისეთ მოდური, როგორიც თქვათ ეს ადრე იყო. ხო, ადამიანები ცხოვრობდნენ, ლაპარაკობდნენ წიგნის პერსონაჟების ენით. ეს როგორ ფიქრობთ, თქვა ის სტერეოტიპია თუ თუნდაც აი ამ კამპანიის ფარგლებში დარწმუნდა, რომ ადამიანები წიგნთან არ გაუცხოვდებიან, თქვათ, და მაინც მნიშვნელოვანია საკითხავი და სააზროვნო, ასე ვთქვათ, ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მე ძირითადად რა შეფასებებსაც ვისმენ ხოლმე, მაინც რაღაცნაირად ძალიან ისეთი ალბათ ისეთი არლიყია, რომ მაყურებელ ერად თითქოს მოვიაზრებით, რომ ჩვენ რაღაცა ყურება და შოუს და ვთქვათ რაღაცა სანახაობის ტიპაჟები უფრო ვართ, ვიდრე ვთქვათ რაღაცის მოსმენის, გააზრების, კითხვის მით უმეტეს. მე არავინ არ მინახავს, ძალიან ცოტა ადამიანი ტრანსპორტში ვინ შეხვდება და კითხულობს და იმის მიმართაც ძირითადად ცოტა ისეთი გაოცებული სახეებია ხოლმე, რომ თლათ ეთყობა ადეკვატურად არ მიიჩნევს დანარჩენი საზოგადოება, რომ კი, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ჩვენ საზოგადოებაში წიგნის მეთვე გაუცხოება ნამდვილად იყო, აი ესეც შესამჩნევია რაღაც ერთ ნახავ რომ დავშოთ ტრანსპორტში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ესეთი წიგნი ქონდეს გადაშლილი და წიგნს კითხულობს, რასაც დავშოთ უცხოეთის სხვა ქვეყნებში აბას ხშირად შევხვდები. მაყურებელი ვართ და ალბათ კიდე ინტერნეტმაც თავის საქმე გააკეთა, ძირითადად ჩვენ მობილურებთან კომუნიკაცია, ადამიანების მობილურებთან კომუნიკაციას ხედავთ, ეს ძალიან ცუდად რა. აი ზუსტად ამ პროექტს ამიტომაც შეუერთდით, რომ ეს იყო რაღაცნაირად კიდევ ერთი ნაბიჯი წიგნთან ურთიერთობის, წიგნის დაბრუნების და არ შემიძლია რომ არ ვთქვა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გიორგი კეკელიძეს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, რომელიც ამ მიმართულებით აი მართლაც არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს. ხანდახან მიფიქრია რომ ამ ადამიანს უნდა რომ გააწიგნიეროს სრულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოს და ამ პროექტ
თან პარტნიორული ურთიერთობა აქვს ეროვნულ ბიბლიოთეკას ვიცი და ძალიან დიდი მადლობა მას. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ რა არის წიგნი და ყველა ვიცით რა არის წიგნი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტისთვის და ამ ადამიანებისთვის, ზოგადად ემიგრანტებისთვის. ჩვენ ყველანი შევხვდები ვართ ემიგრანტებს, ნახა მაინც გამოვყოფდი ადამიანებს, რომლებიც წასული არიან ოცხოეთში იმისთვის, რომ მიშრომონ და რაღაცნაირად თავიანთი ოჯახები დააპურონ და ვიცით ესეთი ქალები გასული არიან მრავლად. მე მქონია მათთან აი ზუსტად ხაური თვის წინდან რაღაც საოცარი ამბების მომსწრე გავხდი. ეს ადამიანები თითოეული ადამიანის თითო მძიმე ისტორია, უმძიმესი ისტორია და ამ ადამიანების ეს წიგნები გარდა იმისა, რომ წიგნი განათლების და ჩვენ გვისაუბრეთ რა არის წიგნი და ხა ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, საშუალებაა. გარდა ამისა ჩვენ არ გვითქვამს, რომ უცხოეთში მოეწყობა ესეთი საკითხავი, კუთხეები ამ ადამიანების თავშეყრის ადგილები ამ ემიგრანტებისთვის. სადაც ეს ამბავები გარდა ეს ადამიანები გარდა იმისა, რომ წიგნს წაიკითხავენ და ამ წიგნის შესახებაც რა თქმა უნდა ისაუბრებენ, ერთმანეთთან კომუნიკაციას დაამყარებენ და იცით მე ვფიქრობ, რომ აქედან გაგზავნილი ამ პროექტის მთავარი იდეა ის არის, რომ აქედან გაგზავნილი ეს წიგნები კიდევ სითბოს გამოხატულებაა და ამ ადამიანების ჩვენება, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი, რომ ჩვენ ზრუნავთ და შეიძლება არაფერი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ეს არის უდიდესი სითბოს ნაწილი, რომლებიც ამ ადამიანებს დღეს ძალიან აკლიათ და ძალიან ჭირდებათ და ძალიან უნდა. და დარწმუნებული ვარ ეს დეფიციტი, მეტნაკლებად ამ პროექტის საშუალებით ნამდვილად შეიძლება რომ შეისოს. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მე ვხვდები, ავტორი თქვა ქართველი იქნება თუ უცხოელი, მთავარია რომ შენ რაღაცნაირად შენთვის ძვირფასი იყოს ეს გამოცემა და შეგეძლოს რომ თქვა ადამიანს რამდენიმე სიტყვით უთხრა რატომ უნდა წაიკითხოს. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ თქვა ეხლა ცნობილი ნაწარმოებებზე ლაპარაკიდან წაკითხული გაქისედაც და ხვდები რომ კიდე მოგივიდა საჩუქრად და თქვა აი ამ შემთხვევაში რა არჩევანს აკეთებ, აგრძელებ მეორედ კითხულობ თუ ცდილობ რომ უკან დააბრუნო თქვა არანაკლებ საინტერესო წიგნით კიდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როდესაც ვწყვეტ თუ სად ჩავა კონკრეტული წიგნების რაღაც ჯგუფი არის ის, რომ ეს წიგნები იყოს ხელმისაწვდომი ადამიანების ფართო ჯგუფისთვის. ანუ ჩვენ საზღვარგარეთ ვეძებთ იმ ბუნებრივ კერებს, სადაც ისედაც იკრიბებიან ემიგრანტებისათვის ტომოს წარმომადგენლები, სადაც შეგვიძლია რომ ეს წიგნები განთავსდეს. რომ იქ შეიქმნას თავისუფალი სივრცე, სადაც ეს წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერისთვის. შენ შეგეძლია ყოველთვის გამოიტანო, წაიკითხო და აბრუნო, იქ დარჩე, ესაუბრო ადამიანებს. და აი არ ვიცი, ახლა ვართ ძიების პროცესში, მე როგორც ვთქვი, თქვა ბიბლიოთეკებს ქმნით თქვენ ამ ქალაქებში და თქვათ ეს რაღაცა რუტინა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ყოველდღიური სამწუხაროდ ამ ადამიანებს ძალიან სერიოზული შრომა უწევთ, ბევრს ფიზიკური შრომა, ნამდვილად დიდი შეღავათია, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ აი ამ ფორმით თუნდაც, ხომ? უახლესი გეგმების შესახებაც რომ ვისაუბროთ, თქვათ, რას ფიქრობთ? პირველ რიგში ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ წიგნების შეგროვებას, როგორც ჟურნალისტთა ქსელის რეგიონულ წარმომადგენლობებში, ასევე საიას ნებისმიერ რეგიონულ ფილიალში შეგიძლიათ კვირის სამუშაო დღეებში მიიტანოთ წიგნები ნებისმიერი რაოდენობის, ჩააბაროთ ეს წიგნები თავისთავად და უბრალოდ ჩვენ თხოვნა იქნება რომ ყველა წიგნი რასაც ჩააბარებთ ან სურვილისამებრ უბრალოდ რაღაცა თბილი პატარა გზავნილი წააწერა და რატომ არის თქვენთვის ღირებული ეს წიგნი? ან რაიმე მარტივი სურვილი, იმიტომ რომ ის ნამდვილად ახარებს ადამიანებს, ნამდვილად ვიცი ეს. რამდენადაც ვიცი, Facebook-ზე რაღაცნაირად ერთი სივრცის მოწყობა გინდათ, სადაც ამ აქციის შესახებ. ჰეშტეგი წიგნები საქართველოდან, ანუ ეს დიეზით და წიგნები საქართველოდან გადაბმულად რომ მიაწეროთ თქვენს დაპოსტილ self წიგნთან ერთად ან ნებისმიერ ფოტო სურათს, ეს ყველაფერი ინტერნეტში შეიკრიბება ერთ სივრცეში და შესაბამისად ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა რომ იპოვონ კონკრეტული წიგნის გამგზავრება. ალბათ ეს ერთგვარი საინტერესო ამბავი არის კი. ზუსტად იმის გაგრძელება, თუ გაუჩნდეთ კომუნიკაციის სურვილი, აი ამით შეუძლიათ მოწესრიგება კონკრეტული ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ წიგნები დაწყებული ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება. ინგა მე თქვენ მინდა გკითხოთ, თქვა რამდენი შესაძლებლობა იყო ან დაუკავშირდით თუ არა ქართველ ავტორებს, რომლებიც თქვა თანამედროვე, თქვა პროზას პოეზიას ქმნიან და თუ ისურვეს რომ მათი წიგნები თქვა მოხვედრილიყო ამ. რა თქმა უნდა, აი პირველი ღონისძიება, როდესაც გაიმართა ფაბრიკაში, იქ იყვნენ ქართველი მწერლები, პოეტები, რომლებიც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, შემოუერთდნენ ძალიან აქტიურად, იმედი მაქვს, რომ კიდევ აქტიურად გაგრძელდება მათი ეს შემოერთება და მათ რა თქმა უნდა მოიტანეს წიგნები, ხარ ჩამოთვლი
იმიტომ რომ შეიძლება ვინმე გამოუხრჩეს და მაგრამ კიდევ უფრო მაგარია ის როდესაც ავტორი გიგზავნის ავტორის ხელმოწერილი წიგნი გვაქვს როგორც მინიმუმ 2 ახლა რაც იპოვეთ დათო ტურაშვილმა თავისი წიგნი წამოიღო ლია ლიქოკელის წიგნი გვაქვს ერთი საბასტე წეროს გამარჯვებული არის მოკლედ გასული წლის და რა ვიცი კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი იყო და ხა აღარ მიყვები უკვე სათითაოდ ეს ძალიან კარგი მე წარმატებები მინდა გისურვოთ წარმატებები უსურვოთ ადამიანებს რომლებიც ფიქრობენ რა წიგნი შეარჩიონ და გააგზავნონ ეს მე მგონი არ არის მარტივი საქმე იმიტომ რომ იცი რომ ამ წიგნს თან ატან ისტორიას და როგორც უკვე ვთქვით რაღაცნაირად დიდ შანსს საომავლო მეგობრობის მე წარმატებები მინდა გისურვოთ თეონა მაჭარაშვილი და ინგა ალავიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები მიხარია როდესაც ესეთ თემებზე ვსაუბრობთ და იმედი დავიტოვოთ რომ კიდევ შევხვდებით კიდევ ბევრი საინტერესო იდეით ერთმანეთს ამით გადაცემის ეს ნაწილი დასრულებულია დიდი მადლობა დილის სამინისტრო რადიო იმედზე რადიო იმედი და WorkNet Go-ი ერთობლივ პროექტს დასაქმდი იმედით იწყებს ჩვენ გეხმარებით რომ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სამსახური ყველას ვინც სამსახურს ეძებთ და მათაც ვისაც კვალიფიციური კადრი გჭირდებათ ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ ერთმანეთი ყოველდღე დილის გადაცემის დასრულებისთანავე ჩვენ 10 ვაკანსიას ახალ ვაკანსიას ვაცხადებთ შეხვედრის ადგილი უცვლელია რადიო იმედი იმისთვის რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ იმისთვის რომ ჩვენი შესაძლებლობები მთელმა საქართველომ გაიგოს ჩვენ ვუსმენთ და ვასაქმებთ ერთმანეთს და ამ კვირის აქტიური ვაკანსიებია ესაჭიროებათ მიიმტანი, ანიმატორი, ადმინისტრატორი, ტაქსის მძღოლი, პრისეილერი, შვედური ენის თარჯიმანი, დანიური ენის თარჯიმანი, ნორვეგიული ენის თარჯიმანი, სომხური ენის თარჯიმანი და სლოვაკური ენის თარჯიმანი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჭირდებათ მიიმტანი, ანიმატორი, ადმინისტრატორი, ტაქსის მძღოლი, პრისეილერი, შვედური ენის თარჯიმანი, დანიური ენის თარჯიმანი, ნორვეგიული ენის თარჯიმანი, სომხური ენის თარჯიმანი, სლოვაკური ენის თარჯიმანი. დარეკეთ ნომერზე 235 78-90 ვიმეორებ 2-35-78-90 გითხარით თქვენთვის მისაღები ვაკანსია დაგვიტოვეთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ სამსახური კონკრეტული ვაკანსიების ანახავად ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-პორტალს imedi.fm და Facebook-ის გვერდს. დილის გადაცემა აქ დასრულებულია მე გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე ხვალკი ნინო მეუნარგიას დაელოდეთ დილის 8 საათიდან. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა დემოკრატიული საქართველოსთვის.